და ჩვენ მოვუყვებით მარშს. ელენე ხოშტარია თავისუფალია, მაგრამ ცხადია უსამართლობა ქვეყანაში ამით არ სრულდება. პირიქით, ეს არის უწყვეტი პროტესტის კიდევ ერთი საღამო. ზუსტად იმავე გზავნილებით, რა გზავნილებიც აქვს გაბრაზებულ საზოგადოებას რეჟიმის მიმართ. აი, გესმით შეძახილები. ჩვენ მოვუყვებით მარშს, რომლის მთავარი გმირები დღეს არიან ქალები და ვეცდები კიდევ გავესაუბრო პირველ რიგებში ქალებს. თათია მინდა ჩავრთოთ პირდაპირ ეთერში. თათია, როგორი განწყობა გაქვთ? ელენე თავისუფალია, მაგრამ რა თქმა უნდა ამით არ სრულდება უსამართლობა ამ ქვეყანაში და რა არის თქვენი მთავარი გზავნილი ამ მარშიდან? ეს დღევანდელი საქციელი და საერთოდ ამ ხნის მანძილზე რასაც აკეთებს ეს რუსული ხელისუფლება არის დასასრული, იმიტომ რომ წარმოუდგენელია ხელისუფლება ასე ექცეოდეს საკუთარ ხალხს, ხელისუფლება რომელსაც არ ესმის ამდენი ადამიანის ამდენი დღის პროტესტი, რომელიც ცდილობს ყველა ღონე იხმაროს, რომ ჩაახშოს პროტესტი მის მაგივრად, რომ ეძებოს გამოსავალი მის მაგივრად, რომ გაიგონოს ხალხის მოთხოვნა, რომ ჩვენ ვითხოვთ ევროპულ მომავალს, ჩვენ ვითხოვთ ჩვენი შვილებისთვის წარმატებულ ქვეყანას და არ გვინდა ვნახოთ ის რუსული რეჟიმის სამკვიდრება ჩვენს ქვეყანაში. ეს არის ჩვენი პროტესტის მიზანი. ამიტომ ამ რუსულმა ხელისუფლებამ დაამოწურა თავისი შესაძლებლობები და გადავიდა ამ რეპრესიებზე, რომელიც ფიქრობს, რომ ქართულ ხალხს როგორღაც დააშინებს და გააჩერებს. ეს დიდი მადლობა. და ამიტომ გრძელდება. მადლობა. ძალიან ბევრი ახალგაზრდა აქციაზე. აი, ხედავთ, მთავარი შეძახილი არის, რომ ქალები დავასრულებს სწორედ ამ რეჟიმს. გაქვთ წმენა, რომ ქალები დაასრულებენ ამ რეჟიმს? კიდევ რა გზავნილი გაქვთ ელენე ხოშტარიას კადრების ნახვის შემდეგ და წერილის? ელენეს კადრები არ მინახავს სამწუხაროდ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მგონია, რომ ოდესმე დადგა იმის დრო, რომ ყველას კონდეს თანაბრად გამოხატვის შესაძლებლობა და ცხოვრების შესაძლებლობა. ეს ლამაზი ნიღაბი ჯარიმების, უკანონო ჯარიმების გამო გაქვთ მორგებული? პროტესტის ნიშნად. და რას გამოხატავს? იმას, რომ არ ვემორჩილებით დე-ფაქტო ხელისუფლების კანონებს. დიდი მადლობა, თქვენი სახელი და გვარი უთხარით მაყურებელს. სალომე. დიდი მადლობა, სალომე. აი, ხედავთ, როგორ მიემართება რუსთაველის გამზირისკენ უცხოელ მისამარზე, პრინციპში გაყალბებული არჩევნების დღიდან დღემდე ქართული საზოგადოება მარშებით. ძალიან საინტერესო მარშების ნახველი გავხდით მთელი ამ თვეების მანძილზე და ესეც არის ერთ-ერთი მარში, რომელიც მთავარი გმირი და მთავარი მოტივატორი გახდა ძალადობა და არა ადამიანური მოპყრობა ელენე ხოშტარიას მიმართ.